საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხატია კვატაძესთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობის. სოციალურად დაუცველთა ბაზა გადამოწმდება. ჯანდაცვის სამინისტრო შეფასების მეთოდოლოგიასაც გადახედავს. საქართველოს კომპანია ენკასთვის 400 მილიონი დოლარის გადახდა საბოლოო განაჩენამდე აღარ მოუწევს. პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ხელოვნური პროტესტი ნამახვან ჰესის წინააღმდეგ. როგორ მოხდა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში დაგავებულია მეწარმე, რომელსაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეთნაირსკესიანი წყვილების სამართლებრივი აღიარება და დაცვა რას მოითხოვს ევროკომისია უკრაინისგან. შეხვდა თუ არა გიორგი გახარია ვინმეს მიუნხენის კონფერენციაზე პარტიას გაქცეული ლიდერის გამართლება ტყუილებით უწევს. საქართველოს დელეგაცია ეუთოს ზამთრის სესიაზე რა გზავნილებისთვის გამოიყენეს ქართულმა დეპუტატებმა ტრიბუნა. ოქტომბრის დამხობის მცდელობის საქმისთვის ბრალდებულთა ნაწილის საპროცესო შეთანხმებას ითხოვს. ქრონიკამ 8 დაკავებულის მიმართვა მოიპოვა. მარიამ ქართველიშვილია პირდაპირ ეთერში და ის გაგვაცნობს უფრო მეტ დეტალს. გულწრფელად ვაღიარებდა ვინანიებ დანაშაულს, ვაცნობიერებ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სრულად ვაღიარებ განვიცდი, ვწუხარ ჩემს ჩადენულ ქმედებას, მზად ვარ ვითანამშრომლო. ამ შინაარსის განცხადებებით მიმართა პროკურორებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში ბრალდებულთა ნაწილმა. ქრონიკა მოიპოვა მათი განცხადებები, გვაქვს 8 ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, რომლებიც საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ. ქრონიკის მაყურებელს აქვს შესაძლებლობა პირველმა გაეცნოს ხელისუფლების ვერ შემდგარი დამხობის საქმის მონაწილეთა აღიარებით ჩვენებებს. გიორგი ქურქიამ გამოთქვა სურვილი სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით დაიდოს მასთან საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველია ბრალის სრული აღიარება. ბრალდებული გიორგი კირვალიძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რის გამოც მოგმართავთ თხოვნით, რათა მის მიმართ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება ბრალზე და სასჯელზე. გულწრფელად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. წარდგენილ ბრალდებას სრულად ვცნობ და გულწრფელად ვაღიარებ მომხდარს. ძალიან განვიცდი და ეს წუხილი გამყვება ალბათ სიცოცხლის ბოლომდე. მოგმართავთ თხოვნით, გააფორმოთ ჩემთან საპროცესო შეთანხმება. ავთანდილ თოფჩიშვილთან შეთანხმებით ბრალდებულის ინტერესების დამცველი მოგმართავთ განცხადებით. ბრალდებული გამოთქვამს მზაობას და თანამშრომლობას გამოძიებასთან, რადგან ბრალდებული აცნობიერებს და ინანიებს მისი მხრიდან ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და შედეგებს. მოგმართავთ განცხადებით საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. რამაზ ჯორბენაძე მოგმართავთ განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და გთხოვთ გაითვალისწინოთ რამაზ ჯორბენაძის სურვილი ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მე სრულად ვაცნობიერებ ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმეს და ხასიათს, ასევე წარდგენილი ბრალის აღიარებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს და იმ გარემოებას, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში არ ვთავისუფლდები სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან. არ ვხვდი სადავოდ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ არც ერთ მტკიცებულებას. სრულად ვაღიარებ ჩემთვის შერაცხულ ბრალს. სახელმწიფო ბრალდებამ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა განცხადება, განმარტავენ, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით პროკურორები არ მიმართავენ ბრალდებულებს პირიქით, მხოლოდ ბრალდებულთა მიმართვის და აღიარების საფუძველზე ფორმდება შეთანხმება. სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებების შესთავაზა, რაზეც განმარტავთ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას. საპროცესო შეთანხმების გაფორმების მსურველებს შორის არიან ისინი, ვისაც ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებად ასახებდა. 4 ოქტომბრის ხმაურიანი ძალადობრივი პროცესების შემდეგ დაკავებულთა ნაწილი ახლა პროკურატურასთან თანამშრომლობას ითხოვს. მადლობა მარიამ ქართველიშვილს. სოციალურად დაუცველთა ბაზა გადამოწმდება. მთავრობის ამოცანა სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფაა, რადგან დღეს მდგომარეობით ირკვევა, რომ შემწეობით ის ოჯახებიც არ დელობენ, რომელთაც
ამის საჭიროება აღარ აქვთ. სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პანდემიის გამო ოჯახები წლების განმავლობაში არ გადამოწმებულა ბაზას ახალი ბენეფიციარები ემატებოდა, გადინება პრაქტიკულად შეჩერებული იყო და ფინანსება და დახმარება კი უწყვეტად გრძელდებოდა. ნინო არგვლიანი გვერდება პირდაპირ ეთერში. იდენტიფიცირებულია შემთხვევები, როდესაც სოციალური დახმარება ენიჭებათ იმ პირებს, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას არ საჭიროებენ. შესაბამისად, მიხეილ სარჯოლაძის უწყება სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზების გადამოწმებას იწყებს, რათა ეს მონაცემები სრულ შესაბამისობაში მოვიდეს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან, ასევე შემცირებულ უმუშევრობასთან და შემცირებულ სიღარიბის დონესთან. დღეს მინისტრმა რამდენჯერმე განმარტა, რომ ამ პროცესის მიზანი ბაზების შემცირება არ არის. მიზანია ის, რომ სახელმწიფოსგან დახმარება მხოლოდ იმ ადამიანებმა მიიღონ, ვისაც ასეთი დახმარება ნამდვილად სჭირდებათ. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა ისიც, რომ გადამოწმების პროცესი მკაცრად გაკონტროლდება. ბაზაში დღემდე ფიქსირდებიან ადამიანები და ოჯახები, რომელსაც საბედნიეროდ აღარ აქვს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების აუცილებლობა. ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზების გადამოწმებას იწყებს, რომლის მთავარი მიზანია სახელმწიფოს დახმარება მივიდეს მხოლოდ იმ ოჯახებამდე, რომლებსაც ეს სჭირდება და ეკუთვნით. სიაში აღარ იქნება არავინ, ვინც შეძლებულია, მაგრამ ფინანსური შემწეობის ან სხვა სარგებლის მისაღებად სოციალურად დაუცველი სტატუსს ინარჩუნებს. ასე მაგალითად ირკვევა, რომ შემწეობას იღებს ოჯახი, რომელსაც რამდენიმე ათეული ათასიანი შემოსავალი აქვს. ასევე ოჯახი, რომელმაც 2024 წელს იმავე წელს გამოშვებული ავტომობილი შეიძინა. ანომალიური შემთხვევები ბევრია. არის რეგისტრირებული ოჯახი, რომელსაც 1 წლის მანძილზე შეძენილი აქვს რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული რამდენიმე ავტომანქანა. ან რეგისტრირებულია ოჯახი, რომელსაც მაგალითად აღებული აქვს საბანკო სესხი რამდენიმე ასეული ათასი ლარის ოდენობით და ასე შემდეგ. როგორც აღინიშნა, ასეთი ოჯახების რაოდენობა არ არის ცოტა ნამდვილად, თუმცა ძირითად შემთხვევაში სახეზეა ოჯახები, რომელთაც ამ დროის განმავლობაში გაუჩნდათ გარკვეული მატერიალური შესაძლებლობები, გააუმჯობესდათ მდგომარეობა და მათი ეს მდგომარეობა აღარ არის ისეთი ხელმოკლეობა, როდესაც მათ სახელმწიფომ უნდა დაუნიშნოს ფინანსური შემწეობა. ამრიგად ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზებში მყოფთა გადამოწმება მომდევნო თვეებიდან დაიწყება. პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, სადაც მაღალია ალბათობა, რომ სახელმწიფოს შემწეობა არ სჭირდებათ, მაგრამ დახმარებას იღებენ. შემოწმების ერთ-ერთი საფუძველი ბოლო რამდენიმე თვეში 2000 ლარიანი შემოსავალი იქნება. ამგვარად იქნება შესაძლებელი, რომ ბაზა გახდეს რეალური, რაც თავის მხრივ აუცილებელია მეტი სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებული სახელმწიფოს რესურსები რეალურად ხმარდებოდეს და სრულად და უფრო ეფექტიანად ხმარდებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ვისაც ეს ნამდვილად ეკუთვნის. ამდენად მინდა ყველას, ვისაც შეხება ექნება ამ პროცესთან, შესამოწმებელი ოჯახების წევრებიდან დაწყებული, თვით შემოწმებლებით დამთავრებული. თავი შეიკავონ ყოველგვარი სიყალბისაგან, რადგან პროცესი წარიმართება მკაცრი კონტროლით. სოციალური დახმარების ეფექტიანობისთვის ბაზების შესწავლის გარდა ჯანდაცვის უწყება შეფასების მეთოდოლოგიასაც გადახედავს, რომელიც 2015 წლის შემდეგ არსებითად არ შეცვლილა. ეს იქნება თანხმოვანი პროცესი, თვითონ მეთოდოლოგია ზუსტად ისე იქნება და აწყობილი და იმ კრიტერიუმებით იქნება შევსებული, რომ მხოლოდ იმ ოჯახებმა მიიღონ სოციალური დახმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება და ასე ვთქვათ, ჩართვის შეცდომები იყოს მაქსიმალურად მინიმიზებული. მეტი ადამიანის მხარდასაჭერად 2012 წლის შემდეგ ქულების მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღებას განსაზღვრავს, ორჯერ გაიზარდა. მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი სოციალური უზრუნველყოფა ხელისუფლების პრიორიტეტად რჩება. ამ პროცესის მთავარი მიზანი კი მხოლოდ ისაა, რომ შემწეობა მხოლოდ იმან მიიღოს, ვისაც ნამდვილად სჭირდება. აღმასრულებელთან ერთად საკანონმდებლო ხელისუფლებაც ხალხს შეფასების ობიექტურ და გამჭვირვალე პროცესს ჰპირდება. ეს სახელმწიფოს პრეროგატივა და ვალდებულება, რომ რეალურად შეაფასოს სოციალური შემწეობის მქონე პირების რაოდენობა
და მათი საჭიროება იყოს გაზრდილი და მათი სოციალური უზრუნველყოფა ეს არის ჩვენი ხელისუფლების სათქმელო მთავარი პრიორიტეტი. ოფიციალური მონაცემებით სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 400,000 ოჯახი, ჯამში დაახლოებით 1,300,000 ფიზიკური პირი. აქედან 185,000 ოჯახი ფინანსურ შემწეობას იღებს. ნახევარზე მეტი სხვადასხვა ტიპის შეღავათით სარგებლობს. სტატუსი იძლეოდა დასაქმების შესაძლებლობას, ითვალისწინებს კომუნალურ გადასახადებზე შეღავათს, ჯანმრთელობის დაზღვევის განსაკუთრებულ პაკეტს, დამატებით ფინანსებს და სხვა ტიპის შეღავათებს ბავშვებზე. ასევე სოციალურად დაუცველ პირთა ქონება ყადაღას არ ექვემდებარება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს შეღავათები ხშირად ოჯახებისთვის ფინანსურ დახმარებაზე მეტად მიმზიდველია. საქართველოს კომპანია ინკასთვის 400 მილიონი დოლარის გადახდა საბოლოო განაჩენამდე აღარ მოუწევს. გადაწყვეტილება პარიზის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. შეწყვეტილი პროექტი ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი და სამართლებრივი დავა 800 მილიონი დოლარის ინვესტიციის ნაცვლად. ეს არის ის შედეგი, რომელიც ქვეყანამ ნამახვან ჰესის პროექტის ჩავარდნით მიიღო. ხელისუფლება 5 წლის წინანდელი აქციების ხელოვნურობაზე ამახვილებს ყურადღებას. ნინი გოგიშვილია პირდაპირ ეთერში. ქვეყანა ყოფილიყო მაქსიმალურად მოწყვლადი ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით მართველი გუნდისთვის სწორედ ეს განზრახვა ჰქონდათ იმ მოქმედ პირებს, რომლებმაც 2021 წელს ნამახვან ჰესის გარშემო მიზანმიმართული საპროტესტო აქციები წამოიწყეს. თუ ვინ იყო ამ პროცესების ავანგარდში, ამას მედია არქივი ინახავს და 5 წლის წინანდელი მოვლენებით მათი მიზნებს ააშკარავებს, რომელიც დღემდე უცვლელია. შეტევა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე ეს მათი უცვლელი ხელწერა. ახლა კი მართველი გუნდი იმედოვნებს, რომ პარიზის სააპელაციო სასამართლო საბოლოოდ საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს. მსხვილ ინვესტიციებზე ორკესტრირებული იერიში ხელოვნური პროტესტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურების მიმართ. უკვე კარგად ნაცნობი ხელწერის ავტორების მონაწილეობით 2021 წელს ნამახვან ჰესის პროექტი ჩავარდა და ქვეყანაში 800 მილიონი დოლარის ინვესტიციის შემოტანის ნაცვლად საქართველოს კომპანია ენკას სასარგებლოდ 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟის ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება პარიზის სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა, ანუ ქართული მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ კომპანია ენკა აღარ ახორციელებს არსებით კომერციულ საქმიანობას, არ ფლობს მნიშვნელოვან აქტივებს. შესაბამისად არსებობს რისკი, რომ თუ გადაწყვეტილება საბოლოოდ გაუქმდება, უკვე გადახდილი თანხის დაბრუნება რთული ან შეუძლებელი იქნება. ასე სამართლებრივ დავასთან ერთად პროექტის ჩავარდნით დაწყებული დამაზიანებელი ეფექტიც გრძელდება. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სიაგრძელია. ნამახვან ჰესის, ანუ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიზნით წამოწყებული პროექტის მიმართ ორკესტრირებული იერიშის ავტორები, მონაწილეები თუ მომხრეები, პოლიტიკოსები, უცხოელი პოლიტიკური აქტორები და NGO-ს წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შეერთებული შტატების იმჟამინდელი ელჩი კელი დეგნანი და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია SAIA, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, მწვანე ალტერნატივა, EMC და სხვა. მედია არქივი მათ არაერთ მოწოდებას ინახავს. ჩემი სრული სოლიდარობა ნამახვანის შენებლობის წინააღმდეგ მონაწილე ყველა ადამიანს. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ დაუთმოს დრო ამ შეშფოთების მოსმენას და იმუშაოს მის გადასაწყვეტად. ამ ბრძოლაში ვხედავ ჩემთვის აღნიშნულოვანი სხვა ბრძოლების ბრძოლასაც. არის კიდეც ელიტური კორუფციის შედეგი მთლიანად ეს პროექტი თავისი ყველა დეტალით. SAIA-ს იურისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის წარმომადგენლებმა სასამართლოს მიმდინარე წლის აპრილში მიმართეს და მას მინისტრის მიერ პროექტზე გამოცემული ბრძანების გაუქმება მოსთხოვეს. საპროტესტო აქციების ავანგარდში იყო ვარლამ გოლეთიანი. ითხოვდა კომპანია ენკას რიონის ხეობა დაეტოვებინა და პროექტი ჩავარდნილიყო. ჯებირების აღმართვა, სხვადასხვა ადგილის პიკეტირება და დედაქალაქის პარალიზება. გოლეთიანმა ხელისუფლებას ულტიმატუმი არაერთხელ წაუყენა. ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ, რა თქმა უნდა, ამ პროექტს, მაგრამ გარდა ამ პროექტის შეჩერებისა, თუ რაიმე იქნება მსგავსი კიდე სხვაგან, სხვა პრობლემა შეიძლება იყოს, მაგალითად, ხო? ჩვენ აუცილებლად არ დავკარგავთ ერთმანეთს და გავაკეთებთ სხვა მასაკეთებელ საქმეს. თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ჩვენ მოთხოვნებთან დაკავშირებით, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის
პარალიზებას ორკესტრირებული პროტესტის ფონზე კომპანია ენკამ ხელშეკრულება შეწყვიტა. ნამახვან ჰესის პროექტის ჩავარდნის შემდეგ კი აქციების ლიდერად ქცეულ ვარლამ გოლეთიანს მათივე მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში სირცხვილიას აქტივისტი მას მწვავედ აკრიტიკებს. ხარ ფარისეველი და ძალიან გული მწვდება რომ ესე შევწყვი ადამიანში. სხვა ხარ ჩაულებრივი. ყველა ერთად დაგისვენ. ყველაფერს ხოშგებით. იმიტომ კი არა რომ რაღაცა ჰესების წინააღმდეგ ვიყავთ რაღაც, იმიტომ რომ გენდობოდი. ამ მოვლენებიდან უკვე 5 წლის შემდეგ მართველი პოლიტიკური ძალისთვის აშკარაა, რომ ჰესის გარშემო განვითარებული მოვლენები იყო ეკონომიკური დივერსია და ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ წამოწყებული ხელოვნური პროტესტი. დღევანდელი გადმოსახედა და უკეთ სასახარო, რა თქმა უნდა, ეს იყო ეკონომიკური დივერსია, ეს იყო პირდაპირ იერიში სახელმწიფოზე, სახელმწიფოს ენერგო უსაფრთხოებაზე და იმაზე, რომ ქვეყანა ყოფილიყო მაქსიმალურად მოწყვლადი, მათ შორის ენერგო დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ეს იყო შეგნებულად ხელოვნურად მართული პროცესი. ჩვენ იმას გამოვთქვამთ, რომ ჩვენ ქვეყანას არ დაეკისრება ეს მძიმე ხვედრი, მძიმე გადასახადი, რომელიც არის პირდაპირ გამოწვეული ამ მავნებელი ქვეყნის და საქართველოს მოძულე ადამიანების ქმედებებიდან გამომდინარე. ეს არის ნათელი ილუსტრაცია იმისი, რომელსაც წლების და შეიძლება ითქვას ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა საბაბით პირველ რიგში სწორედ გარე ძალების ჩარევით ხდებოდა ქვეყანაში შიდა ჯგუფების ეს ქსელურად გამოყენება იმისათვის, რომ მომხდარიყო საბოტაჟი, მომხდარიყო ხელშეშლილება და პირველ რიგში დაზიანებულიყო ის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. მართველი გუნდისთვის ამ მაგალითითაც ხელის გულზე დევს თუ ვის ინტერესში არ შედის ქვეყანამ საკუთარი ბუნებრივი რესურსები მაქსიმალურად გამოიყენოს და ელექტროენერგიის თვალსაზრისით მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებული აღარ იყოს. ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც არის ნამახვან ჰესი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხელს უწყობს. და მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ჯგუფები ეწინააღმდეგება ასეთ პროექტების განხორციელებას, ეს რა თქმა უნდა არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ისიც ძალიან კარგად ვიცით, თუ საიდან იმართებიან ეს ადამიანები, ვის ინტერესებში შედის. საქართველოს ახლა პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. იმედოვნებენ, რომ არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდება და მიზანმიმართული პროტესტის ფონზე დაწყებულ ეკონომიკურ დივერსიას წერტილი დაესმება. ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი, რომელიც შეიძლებოდა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებაში გამოიყენებინათ. დაკავებულია შეფასე ბატონის ხელმძღვანელი ბიზნესმენ ივანე გოგლიცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო ახლად ჭელობს. მინისტრთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული მასალა უმძიმესია უკიდურესი ანტისანიტარია საწარმოში და ეგრეთ წოდებული პროდუქტი, რომელიც როგორც გაირკვა ჯანმრთელობისთვის საშიში იყო. ანუკი ჩხიკვაძის სიუჟეტი. ეს კადრები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გადაიღო. ვიდეო მასალაში კარგად ჩანს თუ რა ვითარებაში მზადდებოდა და ინახებოდა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის გამზადებული თევზის კონსერვები. ანტისანიტარია, ფალსიფიცირებული და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი თევზეული საგამოძიებო სამსახურმა გორის ერთ-ერთ საწარმოში აღმოაჩინა, საიდანაც პროდუქცია სასაზღვრო პოლიციასა და შპს სახელმწიფო კვების უზრუნველყოფას მიეწოდებოდა. საწარმოს ჩხრეკისას ამოღებულია 17241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეული შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისათვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე სასაზღვრო პოლიციას 380,792 ლარის ღირებულების თევზის კონსერვი მიაწოდა. პროდუქციის ვარგისიანობასთან დაკავშირებით კითხვები ძალოვან უწყებებში მალევე გაჩნდა, რის საფუძველზეც პროდუქცია შესაბამის სექტორებს აღარ მიეწოდათ და კვების რაციონში არ გამოყენებულა. გამოძიების ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ჩართული იყო როგორც სასაზღვრო პოლიცია, ასევე თავდაცვის სამინისტრო. უზრუნველყოფილი იქნა, რომ პროდუქცია არ შესულიყო თავდაცვის სამინისტროს ბაზებზე
და ის არ მოხდრილიყო ჯარისკაცების ყვებით რაციონში. თავდაცვის სამინისტროს აქვს დამატებითი შესაძლებლობები იმისი, რომ მიწოდებული პროდუქცია ადგილზე იქნას გადამოწმებული მათ მიერ. აღნიშნული კონსერვის დასაწყობების დროს აღმოჩნდა გარკვეული ხარვეზები. აღნიშნული ხარვეზების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან დაუყოვნებელი ეცნობა შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს. აღნიშნული კონსერვების განაწილება საზღვაო სექტორებზე არ მომხდარა. ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება გასაღების ფაქტზე შპს ბატონის ხელმძღვანელი ბიზნესმენი ივანე გოგლიძე დააკავეს. დაკავებულს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა და ბრალდებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოსაც მიმართა. ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას ბრალდება საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე წარედგინა, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, რაც სასჯელის სახე და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფალსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას დაკავებული გოგლიძე არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ საწარმოს ცალკეული ხარვეზები ჰქონდა. დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და დუმილის უფლებას იყენებს. როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, სასამართლოს გირაოს მოთხოვნით მიმართავს. ამას შეიძლება ხარ, მას შესწავლა ერთი რამის ჟერა, ჩემი დაწესებულებს, რომ ჩვენ შევძლებთ იმის დადასტურებას, რომ ნამდვილად ესეთ სისტემატურ დარღვევებს ადგილი არ ქონია. ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას, დავაყენებთ გირაოს აქტს. ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება გასაღების ფაქტზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რადიოაქტიული ნივთიერებების შეძენის მცდელობისთვის დაკავებულ უცხოელებს პატიმრობა შეეფარდათ. იგივე გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილი კიდევ ერთი საქმის მონაწილის მიმართ, რომელსაც ქრთამის აღება ედება ბრალად. უწყების მიერ გახსნილ 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაშია მიცემული 29 ადამიანი. მარიამ ქართოლიშვილი გიამბობდა. განსაკუთრებით საშიში ნივთიერება ურანის და ცეზიუმ 127-ის შეძენის მცდელობისთვის დაკავებული რასიმ ენგური და რესულ სენთურქი საქალაქო სასამართლოში სუსის სპეცდანიშნულების რაზმმა მიიყვანა. დაკავებულების პირველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ბრალდებულები ხელს ერთმანეთს ადებენ. სენთურქმა მოსამართლეს უთხრა, რომ არაფერი იცოდა და მეგობარს ფარცხანაყანებში მიტოვებულ შენობასთან ოქროს საყიდლად გაყვა. ვერსიას გამორიცხავს მეორე დაკავებულის ადვოკატი. კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებას და ფარცხანაყანებში ოქროს საყიდლად მიდიოდა? არანაირ ვერსიას რაც გაჟღერდა ამ ეტაპზე. ბრალდებულების პოზიციების აბსურდულობაზე მიუთითებს საქმის პროკურორი, ამბობს, რომ სუსმა მძიმე დანაშაული აღკვეთა. ირკვევა, რომ დაკავებულები საქართველოში ჩამოდიოდნენ და ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებდნენ. გადახდის მეთოდად 3 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას სთავაზობდნენ. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების ხარის პოზიცია, ის რომ არსებობდა საფრთხეები ბრალდებულებისგან მიმავლის და ახალი დანაშაულის ჩადენის და ორივე ბრალდებულს შეუφარდა პატიმრობა. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, მათ შორის როგორც მოწმეები ჩვენებები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. ეს არის აუდიო-ვიდეო მასალა, სადაც ნათლად დასტურდება, რომ აღნიშნული პირები დაინტერესებული იყვნენ რადიოაქტიული ნივთიერება, ურანისა და ცეზიუმის შეძენით. შესაბამისად, ამის მტკიცებულება თქონდა საქმეში არსებობს. სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციის ფარგლებში ქრთამის ბრალდებით დაკავებულ რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ბათუმში შპს-სან დასუფთავების ერთ-ერთი სამსახურის უფროსს, რომელიც შპს-ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანებით სამშენებლო ნარჩენების გატანისთვის ქრთამს იღებდა. სუსის მიერ ქვეყნის მასშტაბით გახსნილ საქმეებს შორის ხეტყის უკანონო მოპოვების საქმეებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი უკვე წარედგინათ. სამსახურეობრივი სიყალბისა და ყალბი, ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენებისთვის მხილებულების საქმეებში მერქნიანი მცენარეების უკანონო გაჩეხვის ფაქტები მტკიცებულებად დევს. სუსის მიერ გახსნილ 13 საქმეს შორის არის ბათუმის და ქობულეთის მერიის სამსახურის წარმომადგენლების მიერ უკანონოდ გაცემული სამშენებლო ნებართვების საქმეები. მშენებლობის კოეფიციენტის უკანონოდ გაზრდის და უნებართვო მშენებლობების ფაქტებზე 5 ადამიანია პასუხისგებაში მიცემული.
ბრალდებული, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. მისი ქმედება გამოიხატა იმაში, რომ თავის სამსახურებრივი მოვალეობის და ვალდებულებების დარღვევით კონკრეტულ პირს შესთავაზა ამ ორგანიზაციის ბალანსი არსებული სატვირთო ავტომანქანის გამოყენებით ნაკავსაყრელის სამშენებლო მასალის გატანა, რის სანაცვლოდაც მოითხოვა ქრთამის სახით ფულადი თანხა და საერთო ჯამში აიღო 800 ლარის ოდენობით თანხა. სუსის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლენილია ქრთამის კიდევ ერთი ეპიზოდი. ლაგოდეხში მერიის თანამშრომელი კონკრეტული თანხის სანაცვლოდ სასამართლოს გამოტანილი სასჯელის თავიდან არიდების პირობას იძლეოდა. იყენებს დუმილის უფლებას, აქედან გამომდინარე მეც ვერაფერს ვერ მოგახსენებ. არ აღიარებს დანაშაულს, ანუ დუმილის უფლებას იყენებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია და არგუმენტები მიიჩნია საკმარისად იმისათვის, რომ ამ უკანასკნელისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდებინა პატიმრობა. რამის ამიროვმა გარკვეული რაოდენობით ქთამის სახით ფული გამოართვა ერთ-ერთ მჯავრდებულს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები 13 საქმის გახსნით და 29 ადამიანის პასუხისგებაში მიცემით დასრულდა. კორუფციის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლის პარალელურად სუსში საგანგებო მიმართვას ავრცელებენ. რესურსები განსხვავებულია, შიდა რეფორმები გატარებულია, უწყება გაძლიერებულია. მამუკა მდინერაძის უწყება დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისკენ, დანაშაულში ჩართვის მსურველებს კი დაფიქრებისკენ მოუწოდებს. ომში მყოფი უკრაინისაგან ევროკომისია ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას მოითხოვს. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ საკითხი პრიორიტეტულად უმძიმესი გამოწვევების მქონე ქვეყანაში მოქმედმა არასამთავრობოებმა განსაზღვრეს და ბრიუსელს ასნობეს. რამდენად მწვავეა პრობლემა, რომელსაც ხელისუფლებამ კანონი დაუპირისპირეს საქართველოში და რასაც ოპოზიცია ამ დრომდე არ აღიარებს. მეგინ არსავიძეა თემით პირდაპირ ეთერში. მოწოდების ავტორი ევროკომისია ახლა უკრაინის რეაგირებას ელოდება. ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, გაითვალისწინებს თუ არა მითითებას, რომელიც შორსაა ნამდვილი ევროპული ღირებულებებისგან და ასევე აცდენილია ომში მყოფი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. თუმცა ამ მოწოდების შესრულებას კომისია უკრაინისგან ითხოვს სწორედ ევროინტეგრაციის გზაზე. ევრობიუროკრატიის დამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს იმ საფრთხეს, რომელზეც დიდი ხანია ხელისუფლება აკეთებს აქცენტს. დანგრეული ქალაქები და სოფლები, ცეცხლის ალში გახვეული შენობები, დაღუპული ადამიანები, ეს უკრაინის რეალობაა, რომელსაც ევროკომისია ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივი აღიარებისკენ მოუწოდებს. ირკვევა, რომ ომში მყოფ ქვეყანაში კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს პრიორიტეტულად სწორედ LGBTQ+ საკითხები მიაჩნიათ. ევროკომისიას მიმართეს და ქვეყნის სამოქალაქო კოდექსში ევროპულ ვალდებულებებთან შეუსაბამობების შესახებ აცნობეს. შეუსაბამოდ კი მიიჩნევენ კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას აღიარებს. ევროკომისიის პასუხმაც არ დააყოვნა. კანონის უზენაესობის გზამკვლევის შესაბამისად უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას. საპარლამენტო ოპოზიცია აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ რამდენად აცდენილია ევროკომისიისა და კონკრეტული არასამთავრობოების პრიორიტეტები უკრაინის საჭიროებებსა და გამოწვევებს. საქართველოსთან მიმართებაშიც არაერთ რეზოლუციაში ჩაწერეს ის, რომ გაგვეუქმებინა გამჭვირვალობის კანონთან ერთად LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი. და ახლა უკვე ჩვენ ხედავთ, რომ უკრაინას პირდაპირ მოუწოდეს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონონ. გეი აღლუმები აკლდა ახლა სამწუხაროდ უკრაინას, ისედაც იქ სამხედრო ასეთი რთული ვითარებაა ეკონომიკური და ბევრი სხვა თვალსაზრისით. ევროკომისიის მოწოდება უკრაინის მიმართ მსოფლიოში არსებული მავნე ტენდენციების გაგრძელებაა მმართველი გუნდისთვის. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ მსგავსი შინაარსის გზავნილებს და LGBT პროპაგანდას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ევროპულ ღირებულებებთან. საქართველოში კი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით პრევენციული ღონისძიებები უკვე გატარდა. უკრაინა, რომელიც სისხლიან ომში იმყოფება და ქვეყნის გადარჩენასთან ერთად ტერიტორიულ მთლიანობასა და უამრავ სხვა გამოწვევებთან ერთად, თურმე სხვა პრობლემები არ ქონია, რომ ევროინტეგრაციის წინაპირობად ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე გააკეთოს აპელირება. უნდა გავიხსენოთ ასევე ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციაც მე-12 მუხლი, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ქორწინების ასაკში მყოფი ქალისა და მამაკაცის ნება არის, რომ ქორწინება მოხდეს. არის შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც ასე განმარტა პოლონეთის მიმართ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენ რა კანონმდებლობა გაქვს, არ მაინტერესებს თუ ასეთი ქორწინები ჩვენთან მოვა, უნდა აღიარო. გვეუბნებოდნენ, ეს ხო საფრთხე არ არის. ჩვენ ხო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მიღებული გვაქვს.
ჩვენ არავის არ ვდევნით. ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, ჩვენი სივრციდან გამომდინარე, ჩვენი წმენიდან გამომდინარე, გვაქვს ჩვენი შეხედულებები, რომელიც აისახება. ეს დამოკიდებულება ზოგადად ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ხედავთ ახლა უკრაინა, ხო, რა მდგომარეობაშია, უმძიმესი სიტუაცია არის, ქვეყანა ომშია, დანგრეული, განადგურებული ქალაქები, სოფლები, უამრავი გარდაცვლილი ადამიანი და რა მოთხოვნები აქვთ უკრაინის წინაშე. საკითხი, რომელიც ქართველი რადიკალების თქმით გამოგონილი და არასერიოზულია, უკვე დიდი ხანია მსოფლიოს დღის წესრიგში დგას. ევროკომისიის მორიგი მითითებაც ადასტურებს ოპოზიციის ტყუილს და ხელისუფლების სწორ პოლიტიკას. გახარიას დუმილი და მისი პარტიის თავდასხმა მედიაზე მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის კონფერენციაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები დაანონსა, ამ დრომდე დამადასტურებელი არც ერთი ფოტო თუ ვიდეო არ გამოუქვეყნებია. პარტია უხერხულ თავის მართლებას და მედიაზე თავდასხმის რეჟიმშია. ცნობისთვის მიუნხენის კონფერენცია 5 დღის წინ დასრულდა. ალან ბერძენიშვილი გიამბობთ. ფოტოების გადასაღებად ღონისძიებებს არ ესწრებოდა არასოდეს. გაქცეული გიორგი გახარიას პარტიის წევრები ისევ ცრუობენ, ეს ფოტოსურათები სწორედ ამის დასტურია. მათ შორის 2025 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან გიორგი გახარიას არაერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული. სად არის ახლა გიორგი გახარიას პოლიტიკური როლი? დაანონსებული შეხვედრების ფაქტები ამ დრომდე არ არსებობს. გაქცეული ლიდერის დაცვას კი რიგითებით ცდილობენ. ვალდებული არ გახარია რომ დადოს ფოტოები? როდესაც დრო დადგება ამის შესახებ ის აუცილებლად ისაუბრებს. გახარიას პოლიტიკური ადგილი ჯერ ქართველმა ამომრჩეველმა მიუჩინა, ახლა კი განაჩენის საკუთარ თავს თავად გამოუტანა. უარგუმენტოდ დარჩენილები მხოლოდ მედიის შეურაცხყოფით გამოირჩევიან, არადა მარტივია, მედია მხოლოდ ფაქტებს ითხოვს. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მატრაკვეცობა, ასე ვთქვათ, რომ თავი წარმოაჩინა თითქოს არის ამ პროცესების მონაწილე და სინამდვილეში როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ჩვეულებრივ მანიპულირებენ ამ თემატიკით. თუ რაიმე სხვა არის, ამას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას განუმარტოს, აუხსნას რეალურად რა სად მონაწილეობდა, ვის შეხვდა, რა შეხვდა, მართლა იყო მონაწილე ამ პროცესების თუ უბრალოდ გაიარა მიუნხენში და ჩათვალა, რომ ეს არის მიუნხენის კონფერენციაზე მონაწილეობა. მისი რესურსი არის ნულის ტოლი, იმიტომ რომ ის კლებაში მიდის, თქვენ ძალიან კარგად ნახეთ თვითმმართველობის არჩევნებში, თითქმის იმის ნახევარი აიყო რაც საპარლამენტო არჩევნებში. შემდეგ დაპირდნენ, რომ პარლამენტში სერიოზულად იფუნქციონირებდნენ და 1 წელი საერთოდ არ მოგვაკითხეს აქ. რა თქმა უნდა, ამას ელექტორატიც ამჩნევს და ალბათ მათი უცხოელი პატრონებიც, რომ არაფერი სერიოზული ამ ხალხისგან არ გამოდნება. ის, ვინც პოლიტიკურ კარიერას ტყუილებით იწყებს, ასრულებს ისე როგორც გიორგი გახარია. არასერიოზულ მდგომარეობაში მყოფი პარტია საზოგადოების მოტყუებას ცდილობს და ფაქტების ნაცვლად მხოლოდ განცხადებებს თავაზობს. ტყუილებს რაც შეეხება, ზოგადად დამახასიათებელია მათთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, არ მინახავს არც ვიდეო მასალა, არც ფოტო მასალა. შეიძლება რეალურად არანაირი შეხვედრა არ იყო, არ ვიცი, ხა თუ რაიმე შეხვედრები იყო, ამის დამადასტურებელი მასალებიც უნდა იყოს. გახარიამ პოლიტიკური აქტუალიზმის ინსცენირება თავად სცადა, როცა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროპელ ლიდერებთან მაღალი დონის შეხვედრები დაანონსა. ქვეყნიდან გაქცეული გახარიას ტყუილი გამოაშკარავებულია. მნიშვნელოვანი აქცენტები უთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას შეეხო. გარკვეული მიდგომების გამო ევროკავშირი გააკრიტიკა და ოფიციალური თბილისის იმედგაცრუებას დაადასტურა. ქართულმა დელეგაციამ ვენაში მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გამართა. სოფო ბერიძის რეპორტაჟი. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, ადგილობრივების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ევროკავშირის მიდგომა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის 25 შეხვედრის ტრიბუნა ამ თემების განსახილველად გამოიყენა. ნიკოლოზ სამხარაძე წუხს, რომ უკანასკნელი მოვლენები დიდი ქვეყნების მხრიდან საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების მიმართ ერთგულების სისუსტეს აჩვენებს. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, რომლის რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ხოლო ასეულობით ათასი იძულებით გადაადგილებული ქართველი ტრავმირებულია და ეს 3 ათეულ წელზე მეტხანს გრძელდება. გატაცებები, გამოძალვები და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებიც კი, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობენ, რუსული ძალების მხრიდან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
თბილისი იმედგაცრუებულია იმ ზოგიერთი ქვეყნის თავშეკავებით, რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს მეგობარს უწოდებენ. სახელმწიფო პარტიისთვის მიუღებელია, რომ ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ყოფნის აღწერისას თავს იკავებს ტერმინ ოკუპაციის ოფიციალურად გამოყენებისგან, ხოლო იმ ქვეყნების დაფინანსებას, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ, თბილისის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევას უწოდებს. ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა 2026-27 წლებისთვის სირიისთვის ფინანსური დახმარების მსხვილი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რომელიც 600 მილიონ ევროს აღემატება. თუმცა ევროკავშირმა ფინანსური დახმარების გამოყოფა დამასკოს ახალი მთავრობის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწევას არ დაუკავშირა. იგივე ეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამღვევი კიდევ ერთი სახელმწიფოს მხარდაჭერას, წყნარ ოკეანეში მდებარე ნაურუს. ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს უთხრის ძირს. ევთოს ტრიბუნა საქართველოს შესახებ ყალბი და სპეკულაციური ინფორმაციის გავრცელების ფაქტებზე სასაუბროდ გამოიყენა ეკა სეფაშულმა. ეს მაშინ, როცა მისი თქმით ქვეყანა განვითარების დემოკრატიულ კურსს მტკიცედ მიჰყვება. წამყვანი და პრესტიჟული დასავლური ინსტიტუტების რეიტინგებში საქართველოს უსწრებს არა მხოლოდ ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის და ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანასაც. ამავე დროს პრაგმატული საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრულმა განხორციელებამ მოგცა საშუალება შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ქვეყანაში და ამგვარად შეგვეწყო ხელი რეგიონული სტაბილურობისთვის. ევთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის გარდა ნიკოლოზ სამხარაძე ორგანიზაციის გენერალურ მდივანსაც შეხვდა. ფერი딘 სინირლი ოღლუ კმაყოფილია მოსკოვის მექანიზმისადმი საქართველოს ღიაობით. ნიკოლოზ სამხარაძეს უმასპინძლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმაც. რა დროსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა. ქვეყანა მზად არის დაბრუნდეს ასამბლეის წევრად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მანდატები ყველანაირი წინაპირობის გარეშე სრულყოფილად იქნება აღიარებული. Mən şahsen დავწოვეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმ მიზეზით, რომ იქ ერთ-ერთ რეზოლუციაში გაიწერა, რომ საქართველოს უნდა ჩაეტარებინა ადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო, შესაბამისად ჩვენ შევიჩერეთ წევრობა. თუმცა მე განვცხადე პრეზიდენტს, რომ საქართველოს უნდა არის დაბრუნდეს ასამბლეაში იმ შემთხვევაში, თუ არანაირი წინაპირობები აღარ იქნება საქართველოს დელეგაციის ასამბლეებში მუშაობა. ბენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევთოს მედია თავისუფლების წარმომადგენელსაც შეხვდა. ეკონომიკური თანამშრომლობა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ერევანში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. მარიამ მუქრევიშვილმა შეხვედრები გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ეკონომიკის მინისტრთან, ასევე ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან. განსახილულ საკითხთა შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი იყო. ჩუბინიძე ამბობდა. საქართველოს როგორც მთავარი პოლიტიკური აქტორი რეგიონში მშვიდობისა და დაკავშირებადობის გაძლიერებაში, პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად ჩვენი ქვეყანა მეზობელ სომხეთთან ეკონომიკურ კავშირებს აძლიერებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთშია. ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრისას მხარებმა ორმხრივი ვაჭრობის ზრდაზე, ინვესტიციების გაძლიერებასა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს, რომლებიც სომხეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთების მიმოსვლას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების თვალსაზრისით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ არსებობდეს ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენები არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით. დიდი მადლობა მინისტრს ვიზიტისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ჩვენი სამინისტროების ორ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ტრანსპორტსა და ენერგეტიკაზე. შევთანხმდით მნიშვნელოვან თემებზე. ენერგეტიკა, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, სავაჭრო ბარიერების შემცირება. მარიამ მუქრევიშვილმა სომეხ კოლეგასთან ის საკითხები განიხილა, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა თვისებრივად ახალ საფეხურზე უნდა გადაიყვანოს. გადაწყდა, რომ კერძო სექტორების დაახლოებისა და ინვესტორების ხელშეწყობისათვის ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება. ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური დღის წესრიგის ძირითადი ასპექტები, ასევე ტურიზმის საკითხები და რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო ბარიერების შემცირება განვიხილეთ. ჩვენ დადებითად ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებთ საქართველოსთან ურთიერთობებს და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში სავაჭრო, საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში სრულიად ახალ ეტაპზე გადავალთ.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ორმხრივ შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა მარიამ ქრივიშვილს საქართველოს მთავრობის მეგობრული გადაწყვეტილების გამო, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე სიმბოლური ტარიფი დაწესდა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტურიზმის სექტორზე, ავიაციის, ტრანსპორტის, სახმელეთო ისევე როგორც საზღვაო მიმართულებით. აღინიშნა საქართველოს კონტრიბუცია უშუალოდ იმ სიმბოლური ტარიფის დაწესების თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს აზერბაიჯანიდან სომხეთის მიმართულებით ნავთობპროდუქტების გადაზიდვას. საუბარი შეეხო მაღალი ტექნოლოგიების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურების განვითარების საკითხსა და საქართველოს-სომხეთის დამაკავშირებელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნას, გაძლიერებას და განვითარებას. ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენი სასაზღვრო გამშვები პუნქტების პროცედურების გამარტივება, რომელიც ხელშეუწყობს ვიზიტების ზრდას. სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ახალ ფაზაში გადადის. მე ვიტყოდი, რომ ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ ეს არის ისტორიული მაქსიმუმი და გრძელდება აი ესეთი ტემპით მუშაობა. მარიამ ქრივიშვილის ვიზიტმა ერევანში კიდევ ერთხელ გამოკვეთა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა. საქართველო კი ამ პროცესში სანდო პარტნიორისა და რეგიონული დამაკავშირებელი კვანძის როლს ინარჩუნებს. სად არის ცხოვრება ყველაზე იაფი გამოცემა ვიზუალ კაპიტალს იკვლევას აქვეყნებს. საქართველოს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების სამეულშია. რეიტინგის შედგენის ერთ-ერთი კრიტერიუმია მაღალი მწყემსყიდველუნარიანობა, ასევე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. მაკო ლორთქიფანიძე კი ამბობთ. რეგიონში ყველაზე მზარდი ეკონომიკის ქვეყანა ახლა მოწინავე ადგილს ცხოვრების ხელმისაწვდომობის გლობალურ რეიტინგში იკავებს. ნატოსა და ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს სამეულშია. პირველ ადგილზეა უკრაინა, შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო. შედეგები, რომელიც ვიზუალ კაპიტალისტმა გამოაქვეყნა, ყოველდღიური ხარჯების გამოთვლას ეყრდნობა. გამოცემა შეფასების 100 ბალიან სისტემას იყენებს, საიდანაც საქართველოს 24 ქულა მიენიჭა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში მწყიდველუნარიანობა იზრდება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო გავლენიანი საერთაშორისო რეიტინგების ყურადღებას იქცევს. ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ანგარიშები ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაში, მათ შორის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, სიღარიბის შემცირებითა და კეთილდღეობის ინდექსით. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველო არის ლიდერი ევროპაში ერთულ მოსახლეზე რეალური და მწყემსყიდველუნარიანი ეკონომიკის გაუმჯობესების ტემპის მიხედვით. საქართველო აგრძელებს განვითარებას, აგრძელებს კეთილდღეობის მატებას და რაც უფრო დაწინაურდება ქვეყანა ხელმისაწვდომობის რეიტინგში ეკონომიკური ზრდის ტემპების მიხედვითაც, ეს ბუნებრივია წაადგება ქვეყნის მომავალს. მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა უცვლელია, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა ეროვნული ამოცანის პრიორიტეტია. ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გათვალისწინებით, ელიან რომ რეიტინგში საქართველოს პოზიცია მომავალშიც დადებით დინამიკას შეინარჩუნებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპის და რეგიონის მასშტაბით ჰქონდა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და საშუალოდ 9.3% შეადგენდა. ასევე ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ფიქსირდებოდა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ინფლაცია, რაც იმის მანიშნებელია, რომ გაზრდილია მნიშვნელოვნად მოსახლეობის შემოსავლები, ასევე გაზრდილია მოსახლეობის რეალური მწყემსყიდველთუნარიანობა, რაც რა თქმა უნდა თავისთავად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში. გამოცემა ვიზუალ კაპიტალისტის ანგარიშში 124 ქვეყანა მოხვდა. ფოთისენა კი ხობი ანაკლია და განმუხური სამეგრელოში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, შენდება გზები და ეწყობა წყალმომარაგების სისტემა, ასევე პრიორიტეტულია საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და სანაპირო ზოლის განახლება. თეონა კვარაცხელიასა და თამარ ჩიკვატიას რეპორტაჟი. სტრატეგიული მნიშვნელობის ახალი საავტომობილო ხიდის და მისასვლელი გზების მშენებლობა ფოთში აქტიურ ფაზაშია. პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენს. 60 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი აზიის განვითარების ბანკის ცესხით და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. დღეს ძირითადი მოძრაობა, მათ შორის სატრანზიტო მოძრაობა მიმდინარეობს ჰიდროკვანძზე, სადაც ფაქტიურად ძალიან რთულია და შეფერხებებით ხდება ტრანსპორტის გადაადგილება. ეს ხიდი სტრატეგიული მნიშვნელობის არის როგორც ზოგადად ფოთის მაცხოვრებლებისთვის, ასევე სატრანზიტო კუთხით. ეს ეტაპი, რაც ახალი ხიდის მშენებლობას გულისხმობს და ასევე შემდეგი ეტაპი, რაც მთლიანად განტვირთავს ქალაქში
განსაკუთრებით მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობას და თავისთავად გააუმჯობესებს ჩვენი ქალაქის მნიშვნელობას როგორც ლოგისტიკური ჰაბის. უშუალოდ მდინარის ნაწილში ბურჯების შენობა სრულიად დასრულებული არის. უკვე ხიდის ფაქტობრივად 1/3-ზე მალისნაშენის ნაწილი უკვე მოწყობილი არის და სამუშაოები თავის მისასვლელი გზებიანად დაგეგმილია დაახლოებით დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში. მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო მიმდინარეობს სენაკში. მრავალმილიონიანი პროექტი წყალმომარაგების სისტემის სრულ განახლებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის 3670-მდე აბონენტს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. პროექტის მიხედვით ხორციელდება ჭაბურღილების, სატუბის, სადგურებისა და მაგისტრალური ქსელის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ასევე დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის ღირებულება შეადგენს 52 მილიონ ლარს და მის დასრულების ვადა არის მიმდინარე წლის ოქტომბერი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხობის სოფელ ხეთაში საჯარო სკოლას. მოეწყო საკლასო ოთახები და სპორტული მოედნები, მოწესრიგდა ეზოს ტერიტორია და დამონტაჟდა თანამედროვე საინჟინრო სისტემები. სამუშაოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. უსაფრთხო და ინკლუზიური გარემო არის ყველა მოსწავლისთვის შექმნილი. მოწესრიგებული არის ინფრასტრუქტურა, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. დაიწყო ანაკლიისა და განმხურის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტირება. 66.5 ჰექტარ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცე დამსვენებელს 4-ვე სეზონზე უმასპინძლებს. მოეწყობა სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები, განახლდება არსებული ნაგებობები. პროექტირების პერიოდში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა შესაძლებლობები ამ სანაპირო ზოლში, რომელიც ახალ დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს ანაკლია განმხურის ზოლში დამსვენებლებისთვის. გარდა მიმდინარე პროექტებისა, მუნიციპალიტეტში უახლოეს მომავალში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოა დაგეგმილი. მათ შორის თანამედროვე სტანდარტების ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურ საფარიანი სტადიონის მშენებლობა სენაკში და 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია ფოთში. ჯამბაგურ ორბელიანების სასახლის კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება. კომპლექსის სრულ განახლებაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მუშაობს. კასპიის მუნიციპალიტეტში სოფელ ლამისყანაში მდებარე სასახლის კომპლექსის განახლების სამუშაოებს მინისტრი პირადად გაეცნო. შორნა კოპალიაშვილი გიამბობთ. ჯამბაკურ ორბელიანთა აღდგენილი ისტორიული სასახლე მალე კვლავ გაუღებს კარს თავის სტუმრებს. ქართლის ველებზე სოფელ ლამისყანაში მდებარე სასახლის კედლები საუკუნეების ამბებს ინახავს. განახლებულ ლამისყანის სასახლეს ახლა სარეაბილიტაციო სამუშაოების ხმაური იპყრობს. მე-19 საუკუნის სასახლის გადახურვის, ფასადისა და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ვფიქრობ, რომ წელს ორბელიანების სასახლის რეაბილიტაციას უკვე ჩავაბარებთ მუზეუმის თანამშრომლებს, გაიხსნება ათეულობით და ასეულობით ტურისტი და ადგილობრივი ჩვენი ქვეყნის მოტრფიალი ადამიანიც მოვა და ნახავს როგორ ვუვლით ამ მემკვიდრეობას. უკვე შესრულებულია სამუშაოების ძირითადი ნაწილი, ანუ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების თითქმის 80%, დარჩენილია ეზოს მოპირკეთება და ის სამუშაოები, რაც არის გათვალისწინებული სასახლის სრული რეაბილიტაციის დასასრულებლად. ლამისყანის ჯამბაკურ ორბელიანთა სასახლე ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და კულტურული თავშეყრის კერად იყო მიჩნეული. სხვადასხვა დროს სასახლე განსხვავებული დანიშნულების სივრცედ იყო ქცეული. დღეს სასახლე მუზეუმი მეხსიერების ისტორიულ სივრცეს წარმოადგენს. შიდა სივრცის დასრულების შემდეგ მუზეუმი სათანადო პირობებში წარმოაჩენს სასახლის მემკვიდრეობას. ობიექტის დასრულების შემდგომ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტად გაიზრდება ტურისტების ნაკადი, როგორც ადგილობრივი ტურისტი, ასევე უცხო ქვეყნის ტურისტები. მე მადლობა მინდა უთხრა და გადაუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია ამ ობიექტის რეაბილიტაციაში და ხელი შეუწყო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძეგლების რესტავრაცია, რეაბილიტაცია, იმიტომ რომ ეს ხელს შეუწყობს როგორც მომავალ თაობებში ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე მოიზიდავს როგორც შიდა, ასევე გარე ტურიზმს. საუკუნეების ისტორიის შეხვედრის ადგილად ორბელიანთა საგვარეულოს სასახლე მუზეუმი წლის ბოლომდე იქცევა. ფესტივალი გემოსვანეთში ბრუნდება საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში 21-22 თებერვალს გაიმართება. გემოფესტის მონაწილეები როგორც ტრადიციულ, ისე ნაკლებად ცნობილ სვანურ კერძებს მოამზადებენ. მოეწყობა აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე. სტუმრების განწყობაზე კი მუსიკოსები იზრუნებენ. სალომე შანშიაშვილის რეპორტაჟი.
ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეების მსგავსად სვანური სამზარეულო რეგიონის ისტორიისა და გეოგრაფიის ანარეგლია იმისთვის, რომ საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველ თუ უცხოელ ტურისტებს მესტიაში ღირსეულად წარუდგინონ, შეფმზარეულებმა გემო ფესტის მონაწილეებთან ერთად იმუშავეს. დახვდება ჩაბატკვირას განახლებული სვანური კერძები, კარგად მივიწყებული, ასევე ყველასთვის ნაცნობი კერძები, როგორიც არის კუბდარი, ჭვიშდარი, თაშმიჯაბი, მერწყვი და ბევრი ისეთი კერძები, რომელიც არც გაგიგიათ და რომელიც უკვე ჩვენც შევქმნით სვან მონაწილეებთან ერთად. გემოფესტი ტარდება მე-11, ამჯერად უკვე სვანეთში ჩამოვედით, ჩვენს უსაყვარლეს რეგიონში და კუთხეში. სვანური არაჩვეულებრივი და გემრიელი კერძების გარდა სტუმრებს დახვდება ფანტასტიკური გარემო. ფესტივალს გემო სვანეთი მესამედ მასპინძლობს კუთხის ტრადიციულ თუ განახლებულ კერძებს 15 ადგილობრივი მეწარმე 2 დღის განმავლობაში მესტიის სეტის მოედანზე წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მესამედ ტარდება მესტიაში გემო ფესტი, ჩვენთვის იქნება პირველი. მოვამზადებთ სვანურ ტრადიციულ კერძებს თანამედროვე სტილში. კუბდრის კროკეტს და ასევე მერწვის კროკეტს. ასევე გვაქვს დესერტი. გემოფესტი სვანეთში ტრადიციულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. ფესტივალი, რომელსაც უნიკალური ქართული გემოს პოპულარიზაციაში, გასტროტურისტული პროდუქტისა და ზოგადად ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, მნიშვნელოვნად ეხმარება თავად მონაწილეებსაც. სულ 56 გემოელი ყავს. შედეგი გამოიღო ის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად გადაექცია, ზოგმა მათგანმა საფესტივალო პროდუქტად ჩამოაყალიბა და სხვადასხვა ფესტივალებში იღებს მონაწილეობას, ბევრმა სამასპინძლო შექმნა და მთლიანობაში ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩაერთვნენ. 21 და 22 თებერვალს ფესტივალი გემო სტუმრებს განსაკუთრებულ სვანურ კერძებთან ერთად აგროზონებით, სამეწარმეო ბაზრით, საბავშვო სივრცითა და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით უმასპინძლებს. ნახვამდის.